50 პორცია ღორის მწვადი, 23 წიწილა ტაბაკა, 300 ლარიანი ციგანი თონეში. ეს არის არასრული მენიუ, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ დელეგაციას ერთ კონკრეტულ რესტორანში გაუმასპინძლდა და ბიუჯეტს ეს ვახშამი 7000 ლარზე მეტი დაუჯდა. პრემიერმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს თხოვა, ნუ გადააყოლებენ ხადურს ერთ ვახშამს, მაგრამ ფინანსთა მინისტრის ვახშმების სია ლარის გაუფასურების პროპორციულად ყოველდღე იზრდება. ხადური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ დელეგაციებს მომავალშიც საკადრისად გაუმასპინძლდება. ბადრიჯანი ნიგვზით 4 პორცია, ფასი საერთო ჯამში 28 ლარი. ასე მოკრძალებულად იწყება სუფრის მენიუ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს საბოლოო ჯამში 7246 ლარი და 62 თეთრი დაუჯდა. მოგვიანებით სუფრას 550 ლარის ღირებულების 50 პორცია ღორის მწვადი, 23 წიწილა ტაბაკა, ხბოს ჩაქაფული, 300 ლარად შეფასებული ციკანი თონეში, ტოლმა ვაზის ფოთოლში, გებჟალია, საფირმო კერძი საფერავი და კალმახი ბროწეული სოუსში შეემატა. თუმცა მენიუ ამით არ სრულდება. 4 სახეობის ღვინო, ჭაჭა, 7 სახეობის ყავა და ჩაი. სუფრის 80 წელს წითელი ღვინის 3 ჭიქა დაემტრა, რაშიც სამინისტროს 36 ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწია. სარესტორნო მომსახურებას ემატება 1600 ლარად ღირებული ტურისტული მომსახურებაც და არყის სახდელის ჩართვა. 80 კაცის დაპურებისა და ტურისტული ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მთლიანობაში სამინისტრომ შეპესე მეღვინეობა ხარებას 9506 ლარი და 62 თეთრი გადაურიცხა. ვახშამი 2013 წლის 4 ივნის ყვარელში გაიმართა. სტუმარი რომ მოგდით სახლში? მომასპინძლა. მენიუ შეგითა. სტუმრები ვისი ვახშამი და ტურისტული ტურიც კახეთში სამინისტროს 10000 ლარამდე დაუჯდა მინისტრს კარგად ახსოვს. 15 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, 15 ცენტრალური ბანკის მმართველი და კიდევ 50 ადამიანი, რომელიც მინისტრმა აღარ ჩამოთვალა. სტუმრები საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ნოდარ ხადური იხსენებს, რომ ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზეზი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია, ბელგიის ჯგუფების შეხვედრა იყო. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, სუფრა ეკონომიური იყო. ერთსაც გეტყვით. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა რომ გაიმართება და 1500 კაცი ჩამოვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იქნება მათ უმასპინძლოს. და ამაში არაფერი უცნაური არ არის. მარტში გვექნება ჩვენ საბაჟო სამსახურების უფროსები ჩამოვლენ და ახლობით 80-მდე ქვეყნიდან. აპრილში გვექნება აზიის განვითარების ბანკის შეხვედრა გაიმართება თბილისში აპრილში და 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვა მაღალი დონის თანამდებობის პირები, ასე რომ ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ახალგაზრდა იურისტები. მათი აზრით შესაძლოა მაღალი დონის სტუმრების მასპინძლობისთვის გათვალისწინებული იყოს მსგავსი ხარჯები, თუმცა შეკითხვები მაინც აქვთ. ხადი აქ ჩდება კითხვა ორი მიმართულებით. პირველი, ამდენად კარგად იყო დაგეგმილი თავის დროზე ეს ხარჯები ერთი და მეორე, იყო თუ არა საჭიროება, რომ დამატებით გარკვეული ტიპის ხარჯი გაწეულიყო ბიუჯეტის საშუალებით ამ ტიპის ღონისძიებებისთვის. ეს არის ის კითხვები, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა იქნეს გავლილი და მეტი ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, როცა ასეთი შეკითხვები ჩდება, გაცილებით მეტ პასუხს იძლევა. ფინანსთა სამინისტროს მიერ ვახშამზე გახარჯული საბიუჯეტო თანხა ადრეც მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ხადურის პირველი ვახშამი, რომელიც საჯარო განხილვის თემად იქცა, გადასახადის გადამხდელების ჯიბეს 4000 ლარი დაუჯდა.